ირაკლი ოქროაშვილმა გორის მერობისთვის ბრძოლა დაასრულა. ქართული პარტია ახალ კანდიდატს კვირის ბოლოს წარადგეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოქროაშვილის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თავად ქართული პარტიის ლიდერი პროცესს არ დასწრებია, ის სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა და ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. ქართული პარტიის ლიდერი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ცესკოს 22 აპრილის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ირაკლი ოქროაშვილი გორის მერობის კანდიდატობიდან მოხსნილია. ქართული პარტია პარასკევს გამოაცხადებს, ვინ იქნება გორის მერობის ახალი კანდიდატი. ირაკლი ოქროაშვილისა და ირაკლი ოქროაშვილი ქართული პარტიის საავადმყოფოში არ დაყოლოდა თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საკითხების კოლეგიის 2015 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება. აპელატორის მიერ სახელმწიფოში გადასახადია საავადმყოფო სასამართლოს მიერ მიღებული განჭირება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ცესკოს გადაწყვეტილება იყო ხელის გადაღრეფის პრინციპით მიღებული, ასე რომ იქვე ნათელი იყო თუ საით წავიდოდა სასამართლო. არასდროს ილუზიები არ მაწუხებდა, როდესაც პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა სამართალს, იმარჯვებდა პოლიტიკა და დღესაც არ გქონია იმის ილუზია, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანდა. პარასკევს გამოაცხადებთ ჩვენ გეგმა ბ-ს, ანუ ვის დავასახელებთ კანდიდატად და ვნახოთ ღარიბაშვილის ფალავანი როგორ მოუგებს ჩვენ ფალავანს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება კანონში შესაბამისია, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები. მიგვაჩნია გადაწყვეტილება არაკანონიერად იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც თვითონ სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველ საფუძველს იყო მოკლებული და ყველაფერს თავი დავანებოთ, სააპელაციო საჩივარი არ იყო ქართული პარტიის საერთოდ განხილული და მოხსენიებული, ისიც კი არ გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით არ იმჩელა.